10,000 ტონამდე ყურძენია დამუშავებული ამ დროისთვის კახეთში, თუმცა უცნობია რა რაოდენობის მოსავალს აიღებენ წელს რეგიონში. კახელი ფერმერების ნაწილი ამ დრომდე უარს აცხადებს ყურძნის დაკრეფაზე. გლეხებსა და ღვინის ქარხნებს შორის პრობლემები ყურძნის ფასზე დაწევას მოჰყვა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ფერმერების პროტესტი დღეს საბოტაჟად შეაფასა. 2012 ჩვენ აფერ დაგვიკრეფე 2013 შეაფრე განადგურებული სოფელი. არც ახლა არ დაუკრეფე. ყურძნის დაკრეფას კახელი მევენახეები ფასის დაწევის გამო არაპირებენ. ამბობენ, რომ ვენახის შენახვა იმაზე მეტი უჯდებათ, რასაც მოსავლის რეალიზებისგან იღებენ. კახელი გლეხები ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებასაც პასუხობენ და ხელოვნურად მართული პროცესების გამო რთველი შეჩერებას გამორიცხავენ. 2317 ლარი მარტო დაწამლის ფული მაქვს დახარჯული. ეხლა ამას დაამატეთ, ხო? გასვლიდან დაწყებული ოპერაციები. მიღირს მე არ ნახევრად ამის ჩაბარება. ვიღაცამ ჩააბარა 2-ში და 20, 2 და 30 და ეს დანარჩენი ხალხი ხო იჩაგრება რა. აი 3-4 დღეა უკვე გაჩერებულია. ყურძნის ფასის დაწევასთან დაკავშირებით მევენახეების პროტესტ საბოტაჟი და ორგანიზებული აქცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა უწოდა. საგანგებო პრესკონფერენცია ლევან დავითაშვილმა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გამართეს. ჩარშენდებთან შედარებით მე მინდა გითხრათ, რომ წელს ფასი 50%-ით მეტია საფერავის ჯიშის ყურძენზე. ამავე დროს მოსახლეობიდან დაზიანებული ყურძნის ჩაბარების არანაირი პრობლემაც არ არსებობს. ჩვენ გვახსოვს წინა წლებში როგორ აიძულებდა სახელმწიფო უწყებები კონკრეტულ მეწარმეებს, რომ მათ კონკრეტულ ფასად ჩაებარებინათ ყურძენი, რაც თავიდან ბოლომდე გამოირცხა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს უკვე დაკრეფილი ვენახებიც დაათვალიერებინეს. მევენახეების ნაწილი ყურძნის ფასითა და ჩაბარებით კმაყოფილია. ჩავაბარი ლარნახევრად. შარშან ლარი იყო, როგორც გვალვა იყო და ის და დაზიანებული იყო, მაინც კარგი ფასი გადაიხადეს. ყურძნის მაღალი ფასის გამო ქართული ღვინის რეალიზაციის საფრთხეებს ხედავენ ღვინის მწარმოებელი კომპანიებიც. მათი ინფორმაციით ყურძნის ფასების ზრდა ქართული პროდუქციის კონკურენტ უნარიანობას შეამცირებს. ჩვენ გვინდა რომ მიმართოთ კახელ მევენახეებს, მაყობიან სპეკულაციას და მიმართონ ღვინის საწარმოებს და ჩააბარონ ყურძენი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით შეფერხებების მიუხედავად კახეთში რთველი ინტენსიურ რეჟიმში მაინც გრძელდება. ამ დროისთვის უკვე გადამუშავდა 10,000 ტონამდე ყურძენი.